პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია დიპლომატიური სამსახურის მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საქმის შესახებ გამოთქმულ პოლიტიკურ ბრალდებებს ხელისუფლების წინააღმდეგ. საზოგადოება შევახსენებ, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ დიდი ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციებისთვის ფულის მიცემას კერძოდ თამარ ჩერგოდეიშვილის პარტიული კედლის გაზეთი ტაბულასათვის და ნაციონალური მოძრაობის მეხუთე ნომრის გია ჯაფარიძის რადიკალური ორგანიზაცია მომავლის აკადემიისთვის. ორივე შემთხვევაში დაფინანსებით მცდელობის საბაბი იყო მათ მიერ თითქოს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტური მასალის მომზადება და არჩევნებზე დაკვირვება. ეს მაშინ, როცა ორივე სუბიექტის გაცხადებული მიზანი არჩევნების ჩაშლაა. რა თქმა უნდა, ამან საზოგადოებაში გააჩინა ლეგიტიმური ეჭვი, რომ საელჩოს მიზანი შესაძლოა არა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებაში ხელის შეწყობა, არამედ არჩევნების საბოტაჟის მიზნის მქონე პირების ფინანსური გაძლიერება ყოფილიყო. მე მაშინ მოვუწოდე საელჩოს, რომ ამ საკითხზე ეჭვების გასაფანდად ყოფილიყო სრულად გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის აეხსნა, თუ როგორ აღმოჩნდა, რომ საელჩო პარტიული რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას ცდილობდა და ასევე გაესაჯარავებინა თუ ვის აფინანსებდა 2024 წლის არჩევნების პერიოდში. ტრადიციულად საელჩომ ქართული საზოგადოების კითხვები და წუხილები უპასუხოდ დატოვა. სანაცვლოდ კი ქართველი ხალხის მიმართ მორიგი არამეგობრული განცხადება მივიღეთ.